ამ დღეებში ვკითხულობდი National Geographic-ის სტატიას კლეოპატრაზე. ბევრი საინტერესო ინგლისური სიტყვა თუ ფრაზა შემხვდა, რომლებსაც ამ ვიდეოში გაგიზიარებთ. Let's start. სტატიების ანალიზისას ახალ ლექსიკას ვიწერ Notion-ში. აჩვენებთ რა როგორ მაქვს. Notion-ში ცალკე მაქვს სიტყვების სია და კონკრეტულ სიტყვას რო დააჭერ, ჩაწერილი მაქვს ამ სიტყვის ეტიმოლოგია, დონე, სინონიმები, ანტონიმები და ასე შემდეგ. პირველი სიტყვა, რომელსაც დღეს გავეხილავთ, არის reportedly, ანუ გადმოცემით. მაგალითად, New York is reportedly a very exciting place to live. როგორც ამბობენ, reportedly, New York არის ძალიან კარგი ადგილი საცხოვრებლად. ეს არის C1 დონის სიტყვა. კიდევ ერთი მაგალითი. The local Italian restaurant is reportedly closing down next week. არ ვიცი ეს იტალიური რესტორანი ზუსტად თუ იხურება, მაგრამ გადმოცემით შემიძლია ეს გითხრა. Reportedly მოდის ლათინური სიტყვიდან რეპორტარი. ეს სიტყვა ნიშნავდა რაღაცის უკან მიტანას. მაგალითად, რაღაცა ითხოვე და უკან მიიტანე. კიდევ ერთი საინტერესო რაღაცისკენ მივდივართ, რადგან ლათინურში ასევე გვაქვს სიტყვა portare. იტალიურშიც არის ეს სიტყვა და რებას ნიშნავს? ამ პორტარედან ბევრი სიტყვა შეიქმნა. ექსპორტი, იმპორტი, ტრანსპორტი. Reportedly შეგვიძლია ამ ფუძეს მივაბად. ლათინურის მერე გვხვდება ძველ ფრანგულში raporter და ნიშნავდა ინფორმაციის მიტანას. ანუ იმ რაღაცის, რაც შენ კი არ შეგემთხვა, არამედ სხვას შემთხვა და შენ სხვის ამბავს ხვები. ეჯამება, ანუ პორტარე არის მიტანა, რეპორტარე რაღაცის უკან მიტანა. ანუ უკან მოგიტანეთ ის ამბავი, რომელიც სადღაც მოვისმინე. ასე მივიღეთ ინგლისურში სიტყვა reportedly. ფრიად საინტერესო აღმოჩენა, ჩემი აზრით. მოკლედ, მთელი rilsis დრო reportedly-ს შევალიე. ხო, მეგობრებო, მიყვარს ხოლმე სიტყვების ეტიმოლოგიის ძებნა. ამ rilsis-თვის ეგ იყო სულ. შემდეგი ნაწილი რომ არ გამოგჩეს, გამოიწერე ჩემი გვერდი. აბა დროებით.